მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური ток-შოუ არჩევანის დრო, მე ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა ვარ. არჩევანის დროს დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გოჩა გუგუნავა იქნება, რომელიც პოლიტიკურმა პარტია სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზამ წარადგინა ბათუმის მერობის კანდიდატას, სწორედ მისგან მოვისმენთ, რა გეგმები აქვს მერად არჩევის შემთხვევაში, რატომ მიიღო ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და რა იქნება მისი მუშაობის პრიორიტეტი. არჩევანის დროს მეორე ნაწილში ჩვენი ეთერი მერობის მსურვალ კიდევ ერთ კანდიდატს გიორგი დიასამინძეს დაეთმობა, რომელიც კანდიდატად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა. სწორედ მისგან გავიგეთ, ექნება თუ არა პრობლემები საარჩევნო კამპანიის წარმართვის პერიოდში და რა მიზნები აქვს ქალაქის მერად გახდომის შემთხვევაში. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ექსპერტი გენდერის საკითხებში თამარ ბაგრატია შემოგვიერთდება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ქალების ჩართულობასა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან დაცულ და დარღვეულ გენდერულ ბალანსზე ისაუბრებს. წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ბატონი გოჩა გუგუნავა. მოგესალმებით, ბატონო გოჩა. პირველი შეკითხვა მექნება თქვენთან ასეთი, საერთოდ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულ ყველა კანდიდატს ვეკითხები ერთ და იგივეს. რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესიდან წასულიყავით პოლიტიკაში, რა გახდა ამის мотиваცია? თქვენი мотиваციის? პირველ რიგში მოგესალმებით, ბატონო ლაშა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით ჩემ ბათუმელებს. რაც შეეხება ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა, განაპირობა დღევანდელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ბათუმში, არა მარტო ახალ საქართველოში. მე და ჩემი გუნდი არასდროს არ ყოფილვართ პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტე, რომ ჩავთვალოთ. აი, რა მდგომარეობაა ბატონო გოჩა დღეს, რატომ გადაწყვიტეთ მაინდა-მაინც დღეს და არა მომავალ წინა არჩევნებში? მომავალ და წინა არჩევნებში გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ მიიღებს ადამიანები, ვინც ჩათვლეს საჭიროდ, როცა ამ არჩევნებში გაემარჯვებს ძალა, რომელიც ვერაფერს ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხი ეს არის, ძველი მთავრობები ვერაფერს ვერ აკეთებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. დღეს საუბრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე, გამოდის მათი მუშაობის დღევანდელ თვითმმართველობაზე, დღევანდელ მერიის მენეჯმენტს. მაინც რა არ მოგწონთ, აი რომ ისაუბროთ და თქვენ რა შეცვლით მერად არჩევის შემთხვევაში ამ კუთხით? არის განხრები, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული მუშაობები არ მიმდინარეობს. ეს ეთყობა მთლიანად ბათუმზე ლაპარაკი არ არის გამოყოფილი ან შუა ცენტრი, ასე რომ ვთქვათ, ან გარეუბნები. გაჩერებულია მცირე ბიზნესი, არ მოქმედებს არანაირი თავრობის მხრიდან, მერიის თავრობის მხრიდან კონკრეტებ დახმარება ან რაღაცნაირი ბიზნესისთვის ხელშეწყობა. აი, გარდა ბიზნესის გაჩერებული მშენებლობებით მათ შორის. გარდა ბიზნესისა, გოჩა გუგუნავასთვის რა იქნება პრიორიტეტი იმ შემთხვევაში, თუ ბათუმელების უმრავლესობა თქვენ დაგიჭერთ ხარს და გახდებით ქალაქის მერი? რომელი საკითხები იქნება პირველ რიგში ასე? კარგი კითხვა, მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში ჩვენ პროგრამაში ასახულია ძალიან ბევრი პრიორიტეტია, ასე რომ ვთქვათ. ჩვენი ზრუნვა იქნება ადამიანი, სწორედაც ბათუმელების კეთილ მდგომარეობაზე არის აგებული ჩვენი პროგრამა. ანუ ეს იქნება სოციალური და სხვა სახის პროექტები. თავისთავად სოციალური, სტუდენტებისთვის ხელშეწყობა, მცირე ბიზნესი რატომ ამახვილია ყურადღებას, რომ დღეს მცირე ბიზნესია დაჩაგრულია, არ არსებობს მათთვის არანაირი გეგმა წინსვლა, რომ გააკეთონ ან შექმნან რამე პატარა ბიზნესები, იქიდან გამომდინარე, რომ შემოსულია დიდი ინვესტორები, ჩვენი მთავრობა, ქალაქის მთავრობა არც ქართულ ბიზნესს აგითქმას როგორც ინვესტორად და როგორც უყურებ არც უკვე შემოსულ ინვესტორებს. ანუ დღეს ინვესტირების კუთხით ხედავთ სერიოზულ პრობლემებს? აი, ქალაქის მერის ფუნქციასაც ხედავთ ამ შემთხვევაში. თუ ეს არის უფრო თქვენი აზრით ცენტრალური ხელისუფლების რაღაც გადასაწყვეტი პრობლემა? ქალაქის თვითმმართველობას შეუძლია ჩვენს ბიზნესმენებს, ასე რომ ვთქვათ, ხელშეწყობა შეუწყოს, ფონდი შექმნილი იყო, რაღაც დახმარებები გაკეთებული იყო, ვიცი ჩვენს ხალხის განმავლობაში რა წლებში იყო ბიზნესზე, აქედან გამომდინარე შეგვეძლო რაღაც წაგვეკრა მცირე ბიზნესმენებისთვის.
გარდა მცირე ბიზნესისა, თქვენ თქვით, რომ სოციალური საკითხები იქნება თქვენი მუშაობის პრიორიტეტი. მაინც რა კუთხით აპირებთ ამ საკითხებზე მუშაობას? ეს იქნება დაუშვათ ჯანდაცვის სფერო, იქნება უსახლკაროები, რომელიც ძალიან ბევრი არის, ასე ვთქვათ, ბათუმში წარმოდგენილი ადამიანები, ვისაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი. და ბიუჯეტი თქვენი აზრით რამდენად მოგცემთ იმის საშუალებას ქალაქის, რომ ეს პროექტები განახორციელოთ? აი, ბიუჯეტის კუთხითაც ხო არ გეგმავთ? აი, ზუსტად ბიუჯეტზეა დამოკიდებული ეს პროექტები როგორ განხორციელდება. დღეს არის ბიუჯეტში, მცირე ბიუჯეტია დღეს აქედან გამომდინარე, რომ არ არის შემოსავლები. შეიძლება ამ ბიუჯეტის გაზრდა, რომელიც შემდეგ ამ პროგრამას ყველაფერს დააფინანსებს. ეს ყველაფერი ჩემ პროგრამაში არის გაწერილი. აი, რომ უთხრათ ამ მომრჩეველს, მაინც სოციალური კუთხით რას გეგმავთ დაუშვათ? იქნება ეს ერთჯერადი დახმარებები, იქნება რაღაც ინდივიდუალური სახის დახმარებები თუ რა იქნება? ჩვენ მიჩვეულები ვართ ერთჯერადად ვეხმარებით ადამიანებს და შემდეგ აღარც ვკითხულობთ მათ ბელს და რა შვებიან. მე მაგალითად ერთ-ერთ მოგიყვანთ, შეიძლება დენის ტარიფის მაგალითად დავაფინანსოთ მინიმუმ 4 თეთრით რომ დავაკლოთ. ჩვენ ბათუმელი მაცხოვრებელი. ბათუმელის მაცხოვრებელს თავისთავად. ჩვენი ბიუჯეტიდან გამოიყოს 3-4 თეთრი, თუ გინდ ეს ძალიან დიდი იმოქმედებს ჩვენს გაჭირვებულ ხალხზე, ასე რომ ვთქვათ. ასეთი მაგვარი უკვე შეხვედრები მოსახლეობასთან ბატონო. შეხვედრებს ხვალე ვიწყებთ. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მოგვენიჭა ცოტა გვიანი ნომერი და ბუკლეტებთან დაკავშირებით ჩვენი პროგრამის და დაბეჭდასთან დაკავშირებით ცოტა გვიან გამოგვდის. ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ამომრჩეველს პირდება სამუშაო ადგილებს კომუნალურ გადასახადზე ერთი მიმართულებით თქვენ უკვე ისაუბრეთ. აი დასაქმების პრობლემას როგორ ხედავს გოჩა გუგუნავა თავის მერობის პერიოდში, როგორ შეიძლება გადაუწყვიტოთ ბათუმელებს ეს პრობლემა თუნდაც მინიმალურ დონეზე? ჩვენი ქალაქი არის როგორც მოგეხსენება ტურისტული ქალაქი. ტურიზმის განვითარებისთვის პროექტში ჩვენ გვაქვს ჩადობილი სერიოზული პროგრამები, სტუდენტური ბანაკების აშენების პროგრამებიც თავისთავად. აქედან გამომდინარე გაიზრდება უმუშევრობა. რასაც ქვია ტურიზმი, თავისთავად ტურიზმის, როცა ინფრასტრუქტურა მოეწყობა ძველ მიტოვებულ ბათუმში, ასე რომ ვთქვათ. იქაც განვითარებადია მშენებლობებიც და ტურიზმის მხრივ სერიოზული რაღაცების გაკეთება შეიძლება. ამას ერთადერთი რაც უნდა მონდომება და ჩვენი ბათუმის მთავრობის და საკრებულოს უნიათობის ბრალიას ყველაფერი. თუმცა ხელისუფლებას რომ მოусმინოთ ბატონო გოჩა, ისინი საუბრობენ რომ თუნდაც ტურიზმის მიმართულებით ქალაქში ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი ხორციელდება და პირიქით იმატა ტურისტების რაოდენობამ, რაც თავისთავად შემდეგ აისახება ბიუჯეტის ზრდასთან და ადამიანების კეთილდღეობაზე, რომლებიც თუნდაც მცირე ბიზნესით არიან დაკავებული ტურისტული ქალაქში. თქვენი აზრით მაინც რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ? თქვენ საუბრობთ რომ არც ერთმა ხელისუფლებამ. რა ვერ გააკეთა ტურიზმის მიმართულებით ამ ხელისუფლებებმა და რატომ გახდნენ თქვენი κρიტიკის საბაბი? მე 2 წლის განმავლობაში მაჩვენეთ პროექტი, რომელიც განხორციელდა ბათუმში ტურიზმის მხრივ. და შემდეგ როცა ლაპარაკობს ტურიზმის დეპარტამენტი 2 მილიონი ტურისტი იყო ჩამოსული, აქ დიდი შეცდომა არის, მე პირდაპირ ამას ვიტყვი, რომ ეს არის ვიზიტორები, არა ტურიზმი და 900,000 სასტუმროს სტუმრობდა. აქ რაღაც ერთმანეთთან არ ედრება, აქ ყველა გადმოსული 1 საათით მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქია ამასაც ტურისტად თვლიან. ეს არის არასწორი მენეჯმენტი, არასწორი მიდგომა. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ხალხი ლაპარაკობთ მაგათ შეცდომებს. გასაგებია. ბატონო გოჩა, რო ვისაუბროთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. თქვენ წამოხვედით ბიზნესიდან და მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ ალბათ ძალიან ცუდად იცნობთ პოლიტიკურ ფონს ზოგადად. აი, თქვენ ხართ ახალი მოსული პოლიტიკაში. როგორ შეაფასებთ, რამდენად აქვს იმ გამოცდილების ადამიანს, როგორც თქვენ ბრძანდებით, იმის საშუალება დღეს, რომ თავისუფლად აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია და მიაღწიოს იმას, რომ მიიღოს ისეთივე ხმები, როგორც ხელისუფლებიდან წამოსულ კანდიდატებს შეიძლება ამომრჩეველმა
იმ პროცენტით დაუჭიროს ხარი. როგორ ხედავთ დღეს საარჩევნო გარემოს? რამდენად გახსნილია თქვენთვის? საარჩევნო გარემო ჩვენთვის გახსნილია. ერთი ფაქტი რომ მოხდარიყო გუშინ მაგალითად. ხან ფაქტთან დაკავშირებით მე მინდოდა მეკითხა, მაგრამ შეგიძლიათ ახლა ისაუბროთ. ჩემი მაჟორიტარი საპატრულო პოლიციამ დააკავა კანონიერად, კი, მაგრამ 5 საათის განმავლობაში ნარკოტესტზე ყავდა დაკავებული ეს ადამიანი, მიდიოდა ეს ირაკლი ირემაძე, მიდიოდა აღმომჩავლებთან შესახვედრად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცირე ქვევითარ დონის დანაშაული, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მიმართ. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად განაცხადა, რომ საარჩევნოდ მაჟორიტარებს და პარტიებს ხელი არ შეეშალოთ ასეთი უაზრო ქცევებით გამომდინარე. რაც შეეხება ბალანსს დაუშვათ, ხო არ თვლით, რომ იგივე მართველი კოალიციის კანდიდატი უპირატებს მდგომარეობაშია თქვენთან მიმართებაში? ჩემი სტუმრები ამ სტუდიაში ვინც მოდის, ფაქტობრივად ყველა ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მართლ კოალიციას აქვს დღეს ის რესურსი, რომ მათზე უფრო მეტი გააკეთონ დაუშვათ საარჩევნოდ. რესურსი პირადად ჩემთვის მე დისკომფორტს არ მიქმნის, იმიტომ რომ ადამიანი ბათუმელები შეაფასებენ ადამიანს მისი გავლენილი ცხოვრებიდან გამომდინარე. და რაც არ უნდა რესურსი გამოიყენოს მართლმა გუნდმა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რესურსი ძალიან მცირეა მათი პოლიტიკური მოღვაწეობისა. გასაგებია. ბატონო გოჩა, ჩვენი გადაცემის მიზანია, რომ კანდიდატები კარგად გავაცნოთ ამომრჩევლებს. იქნებ თქვენს წინა საქმიანობებთან დაკავშირებით თუ ამბობთ ამომრჩევლს და უფრო ახლოს გააცნოთ თქვენი თავი, როგორც აღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ისეთი ინტენსიური შეხვედრები, აქედან ამომდინარე, ალბათ საინტერესო იქნება მათთვისაც. კი, მე 18 წლის ასაკიდან მოვდივარ ბიზნესში. აღორძინება ის გენერალური ფინანსური დირექტორი ვიყავი სამშენებლო კომპანიის. 2098 წელს ინტურისტებში, სასტუმრო ინტურისტებში მქონდა სამორინე გასართობი ცენტრი ისრაელ პარტნიორებთან ერთად, რომელმაც იმ დროისთვის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არ გაამართლა და დაიხურა ეს ბიზნესი. შემდეგ მე სატრანსპორტო კომპანია ჩამოვაყალიბე, რომელი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ამაზე, რომ ეს დანაშაულია, ეს კანონმდებლობით ეს არის დაშვებული. გასაგადასახადო ყველაფერი პრობლემა რომ გახდეთ ქალაქის მერი, ბათუმელების უმრავლესობა მხარი რომ დაგიჭიროთ. იქნებით თუ არა მომხრე იმის, რომ კაზინოები და სათამაშო ოთახები და მსგავსი დაწესებულებები იმ რაოდენობით, როგორც დღეს არის ბათუმში წარმოდგენილი, შემდეგშიც იყოს, თუ თქვენ შეიმუშავებთ რაღაც გეგმას და დაუშვათ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის ქალაქგარეთ განათავსებთ ამ ყველაფერს. დღეს რაც არსებობს სამორინეები, მას კანონმდებლობა არ მოგცემს, მერის და ფუნქციებში მაგი არ შედის, მაგრამ მე რჩევას მივცემ, ის ფუნქციებში შედის. თუ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, აუცილებელია რომ იყოს იქ სამორინე ტურიზმის მოზიდვის მიზნით, მაგრამ არის მეორე მხარე, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქართველი მაცხოვრებლები. მაგხარე შეუძლია კარგად იმუშაონ მაგაზე და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მიიღონ. თუ აქვთ მაგის ნება. და რასაც შეეხება, მე როგორც ვიცი, მე უკვე სამორინეებზე ინფორმაციებს ვიღებ, რომ ვიცი ყველა ჩემი ეთერი, ყველა ჩემი შეხვედრა ჟურნალისტებთან ან სამორინეებით თავდება, ან იწყება. და მე როგორც ვიცი, სადღაც 1000 ადამიანია დასაქმებული ბათუმელები სამორინეში, როგორც მიმტანებად, როგორც მენეჯერებად, როგორც სხვადასხვა სფეროში. თქვენი ბიოგრაფია რითი გაგრძელდა იმ სამორინის შემდეგ, ბატონო გოჩა? დღესაც ვიყავით საიდან წამოხვედით პოლიტიკაში. ჩემი ბიოგრაფია გრძელდება ისევ ბიზნესით, იმის შემდეგ, მაშინ მე ვიყავი 20 წლის ბავშვი. ძალიან სერიოზული მენეჯმენტი ჭირდება, რომ იცოდეთ სამორინეს მაგარ ბიზნესებს. დავაგროვე, რო ვთქვათ, სერიოზული გამოცდილება. დღეს მაქვს სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მომსახურებას ეწევა სხვადასხვა მშენებლობებისთვის. გასაგებია. ბატონო გოჩა, თქვენი ოპონენტები ასევე თუნდაც კულუარებში საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ასლან აბაშიძის შვილის მეგობარი ხარ და
ფინანსები, რომლითაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო კამპანიას, სწორედ იქედან წამოსული ფინანსები, ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის თქვენი პასუხი. მადლობთ ესეთი კარგი კითხვისთვის და მე მინდა ამომწურავად რო უპასუხო ამ კითხვას, თუ შეიძლება დროულად დამეთმოთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა მართლა. ვიცი, ყველა საინტერესოს, ვინც არ მიცნობს. 1990 დავამთავრეთ მე და გიორგი მე-6 საშუალო სკოლა. გავიცანე გიორგის სკოლაში. როგორც სხვა მეგობრები შევიძინეს სკოლიდან, ბათუმი პატარა სკოლიდან მოვდივარ და ვიძინოთ მეგობრებს. შემდეგ რატომღაც შემომთავაზა, რომ მე აღორძინება ემის ფინანსური დირექტორი ყოფილიყავი და აღმოჩნდი იქ. არანაირი დამფუძნებელი მე არ ყოფილვარ აღორძინება ემის სამშენებლო კომპანიის და არც რამე ფლობდი იქ. ელემენტარულად მუშაობდი და ანაზღაურებას ვღებულობდი ამაში. რაც შეეხება გიორგის მე მაფინანსებს, ეს არის ჭორი, როგორც ჩვევიათ პოლიტიკოსებს ერთმანეთის ჭორების გავრცელება. მე 18 წლის ასაკიდან მოვდივარ ბიზნესში, მე მგონი მოვახციე დღემდე რაღაც დანაზოგებიც მაქვს, რომელიც მე დღეს ამ დანაზოგებს ვიყენებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობაში. გასაგები. ანუ დღეს თქვენ არ გაქვთ აბაშიძეების ოჯახთან შეხება? აბაშიძე გიორგისთან შეხება დღეს არ მაქვს. გასაგებია. ბატონო გოჩა, კიდევ ერთი შეკითხვა, მე ახლა წინ მიდევს ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის შედეგები, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდები იმ საკითხს, რომ ბათუმელებს ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებს ასევე საკითხები, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურას. თქვენ ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის ოპონენტები, რომ ბათუმის ფაქტობრივად 2 ქუჩის მეტი არ გაკეთდა და ბათუმის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე არის გაპარტახებული. ამ მიმართულებით რას აპირებთ, რომ უთხრათ მოსახლეობას ამომრჩეველს და რა რესურსები შეიძლება ამ შემთხვევაში იქნას გამოყენებული თუ დღეს არ არსებობს? გასაგებია კითხვა. მართლაც 3 ქუჩის მეტი არ არის გაკეთებული ნორმალურად, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს კომუნიკაციები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც აკეთებს მილენიუმის პროგრამა. მაგრამ რატომღაც შეჩერებული არის, ან ნელა ვითარდება, აუცილებელია დაჩქარდეს ეს პროგრამა, იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში თუ არ ვწდები აკეთებენ, დღემდე არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურა იწყება კომუნიკაციებიდან, შემდეგ ასფალტირება და ამის შემდეგ მიმდინარეობს უკვე ქალაქის მოწყობა და შელამაზება. ანუ თქვენ აპირებთ ამ კუთხით ამ თავისთავად გავეცნობთ მილენიუმის პრობლემებს და დავაჩქარებიებთ ყოველ შემთხვევაში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, მე წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ არჩევანის დროს პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი გოჩა გუგუნავა იყო, სალომი ზურაბიშვილი, საქართველოს გზის ბათუმის მერობის კანდიდატი. ჩვენ ეთერში ხანმოკლე პაუზის შემდეგ მერობის კიდევ ერთ კანდიდატთან, გიორგი დიასამიძესთან ერთად დავბრუნდებით, ასე რომ არ გადაართოთ და დაგველოდეთ. არჩევანის დრო ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარს, გიორგი დიასამიძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი და დავიწყოთ საარჩევნო გარემოს შეფასებით. ჩემი პირველი შეკითხვა ასეთი იქნება, რამდენად გეძლევათ თქვენ დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალას თქვენი კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმართვის საშუალება? დავიწყებ იმიტომ თქვენის ნებართვით. გადამაყურებლებს მევესალმები. დიდი მადლობა მოწვევისთვის. შეეხება კამპანიის წარმართვას, ჯერჯერობით კამპანია მიმდინარეობს აიმე განსაკუთრებული ექსცესების გარეშე და ჩვეულ რეჟიმში ჩვენ ხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს, ვესაუბრებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, აიმე განსაკუთრებული რაღაც წინაღობები ან ხელოვნური, ასე ვთქვათ, ბარიერები ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. თუ
თუმცა იყო თქვენს ერთ-ერთ ლიდერთან მიმართებაში გიგი უგულავას გულისხმობ ბათუმში მის ჩამოსვლას მოყვა გარკვეული ეს წესები. ეს იყო თუ არა არჩევნებთან დაკავშირებული და რამდენად თქვენ თვლით დღეს უკვე რომ ამით ხელი შეიშალა თქვენს პოლიტიკურ ძალას და უშუალოდ ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში შეხვედრები. მე ვთვლი რომ მოხდა ეს ზოგადად ეს შემთხვევები არის რასაკვირველია არასასიამოვნო მსუბუქად ვთქვათ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ მეორე პოლიტიკური პარტიის აქტივის მხრიდან ესეთი რაღაცა არის მიუღებელი და უნდა იყოს კიდეც მიუღებელი. ახლა რაც მოხდა ხო ამაზე შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს უნდა ჰქონდეთ ისეთი რეაქცია როგორც არის გაწერილი კანონში და რაც შეეხება იმას ხელი შეგვიშალა ამან თუ პირიქით შეიძლება სადღაც ვიღაცის თვალში პირიქით ხელი შეგვიწყო კიდეც ამას არც მომავალი გვაჩვენებს თუმცა კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ეს რაღაც ძალადობის მომენტები რასაკვირველია მიუღებელია ეს არ არის აჯდება თუმცა თქვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თქვენი პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში დაინერგა მსგავსი დაუშვათ ოპონენტების ძალადობის მომენტები. პოლიტიკური ძალადობის ისტორიის კვლევამ შეიძლება ამ ქვეყანაში ძალიან შორს წაგვიყვანოს დიდი ისტორიული კვლევის ღრმა კვლევის საგანი შეიძლება იყოს. არც ერთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მithქვამს სხვაგანაც თქვენი კოლეგებისთვის არ დამემალავს, არც ერთ შემთხვევაში ზოგადად ძალადობას და მით უმეტეს ძალადობას, რომელიც არის რაღაც ვითომ პოლიტიკური თუ სხვა იმის გამოწვეული, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, რომელიც უნდა იქნეს აღქმული როგორც დანაშაული და დანაშაულს თავის სასჯელი ეკუთვნის. გასაგებია. დაიწყეთ თუ არა ბატონ გიორგი უკვე ამომრჩევლებთან შეხვედრა და ძირითადად რა სახის პრობლემები იკვეთება, რითაც თქვენ მერად არჩევის შემთხვევაში დაიწყებთ თქვენს მუშაობას, დაიწყებდით თქვენს მუშაობას, მაგალითად თუ აგირჩევს ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა. რა პრიორიტეტული საკითხები იკვეთება ამ დროისთვის? პრობლემური უფრო. ავლის მომცველი კითხვაა, დავიწყებ იმით, რომ შეხვედრები დაწყებულია. შეხვედრები მიმდინარეობს აქტიურად, ჩვენ გვაქვს დღეში როგორც მინიმუმ 5-6 შეხვედრა ქალაქის სხვადასხვა უბანში. არის ძალიან საინტერესო იმდენად ამდენადაც საზოგადოებასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მე ადრეც ამის გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრი ვიყავი, მუშაობდი სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე. ძირითადი ეს არის რასაკვირველია, არის უმუშევრობა. ეხლა პრობლემები არის, შეიძლება დავაჯგუფოთ და იმის დამიხედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფთან გვაქვს საქმე, რომელ სოციალურ ჯგუფთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, მთავარი, რასაც ყველა ერთხმად აღიარებს, ეს არის ის, რომ გვჭირდება სასწრაფოდ სამუშაო ადგილები. გვჭირდება სასწრაფოდ სოციალური პრობლემების სოციალური წნეხის შემსუბუქება მაინც რა. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ახლა ხდება, ეს ეკონომიკის სტაგნაცია, ძალიან მძიმე წნეხად აწვება განსაკუთრებით იმ ჯგუფებს, ვისაც სერიოზული პრობლემები აქვს შემოსავლების მხრივ. აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბატონ გიორგი, თქვენ საარჩევნო პროგრამაში რა კონკრეტული ღონისძიებებია ჩადებული, ესეც რო უთხრათ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის შეხვედრების დროსაც და ეხლაც. პროგრამა არის დაყოფილი რამოდენიმე ნაწილად, მიმართულებების მიხედვით. პირველი და მთავარი, რასაც ჩვენ აუცილებლად ვთვლით, ეს არის რომ ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ ჩვენი ამომრჩევლების გასაგონად და საზოგადოების გასაგონად, ქალაქი უნდა ამუშავდეს. აი რა გულისხმობთ თქვენ ჩამოგეთვლით ის რაც ქალაქში მოგაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო წელიწადს თითქმის თუ არ ჩავთვლით, ხო? ეს არ ყოფილა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიღწევა იზოლირებული რაღაც ჯგუფის. ეს იყო საზოგადოების მხარდაჭერით გაკეთებული ყველაფერი და გაკეთებული იმისთვის, რომ უკეთესი ქალაქი, უკეთესი პირობები და უკეთესი ცხოვრება გქონოდა ყველას. შესაბამისად, ეხლა ჩვენი ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაგრძელდეს.
მათ ძალიან დიდი შეჩერებულია ბატონო. შეჩერებულია და კონკრეტულად დავასახელებ. წყალი მაგალითად წყლის სისტემის რეაბილიტაცია, კანალიზაცია, სანიაღვრე, ამან ავტომატურად გამოიწვია გაზიფიკაციის პროცესის გაჩერება. ამას მიღებულია და მიყვება ქუჩების და გზების კეთილმოწყობა, ტროტუარების კეთილმოწყობა. ჩემთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, მე ძალიან კარგად ვიცი ამ პრობლემების შესახებ, რომ გაჩერდა მაგალითად პროგრამა ბათუმი ბარაკების გარეშე. ამას სოციალური დატვირთვაც ჰქონდა და ინფრასტრუქტურულიც, ხო? სხვა პროგრამები, რომლებიც ასევე არის ამ სფეროში ასამუშავებელი, ჩვენი შეხედულებით სასწრაფოდ ყველა ამ ობიექტზე მუშაობდნენ ადამიანები თავისთავად, ხო? კი ბატონო, დაახლოებით მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორ უყურებთ NDI-ის ბოლო კვლევას, რამდენად მისაღები იყო ის ციფრები, რომელიც ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ზოგადად ახლა ჩემთვის მე ბევრი გამოკვლევა მინახავს NDI-ის გაკეთებული. დიახ. და ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ალბათ გამოცდილი და ესეთი სერიოზული რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელიც ძალიან საინტერესო კვლევებს კონკრეტული ციფრების შეფასების დროს მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ მხოლოდ რომ შეიძლება ციფრები ჩემთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ამას რა ციფრები არის ახლა ალბათ ციფრები მაინც თავისას ამბობენ მე წამოვიდი სპეციალურად ბათუმის მონაცემები დასაქმებასთან დაკავშირებით 3% ფიქრობს ბოლო გამოკითხვაში რომ გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა 59% მიიჩნევს რომ იგივე დარჩა და მხოლოდ 53% ამბობს რომ შემცირდა ანუ ფაქტობრივად 59%-ის ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ. დიახ, სამწუხაროდ. ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებამ, ზოგადად ინვესტიციების ტემპის. ჩვენ მარტივი მონაცემებით ხელმძღვანელობ, ჩვენ უბრალოდ დავდივართ ადამიანებს ვესაუბრებით, სხვადასხვა სფეროში დამსაქმებლებს ვესაუბრებით და გვაქვს ჩვენი გარკვეული, ასე ვთქვათ, ციფრები, რომლებიც შეიძლება აქ სხვა რამე არა ჩვენ შეიძლება ადგილები დავითვალოთ რომელიმე სამუშაო ადგილები რომლებიც დაიკარგა და ეს დათვლილი გვაქვს დაახლოებით და აქ არის გამოკითხულია ცოტა სხვა კითხვაა დასმული და პასუხიც სხვა არის ხო თუმცა ორივე შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ვამბობთ ერთი და იგივეს სამუშაო ადგილები შემცირდა ამიტომ ჩვენი პროგრამის პირველი რაც იქნება ამ მხრივ გასაკეთებელი ეს არის ის რომ უნდა გავაკეთოთ კონკრეტული რაღაც ოქროს კოშკების დაპირების გარეშე ყველაფერი საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა ჩვენ გვაქვს გამოცდილება ჩვენ ზოგ-ზოგან დგას ძალიან სერიოზული გამოცდილება ამ ქალაქში მუშაობის და საქმის კეთების საზოგადოებასთან ერთად ყველა ჩვენი დაპირება არის გათვლილი დღევანდელ შესაძლებლობებზე რომლებიც გააჩნია ბათუმის თვითმმართველობას ის რომ ჩვენ გავაკეთებთ 20 ლარიან დანამატ პენსიაზე ის რომ ჩვენ შევიტანთ ვაუჩერს 100 ლარიანს სოციალურად დაუწყებლად ეს რესურსი არის ასაკვირველი თუ არსებობდა მაშინ რატო თქვენი მმართველობა მე გეტყვით რატომ როგორ გაგადოთ 22 პროგრამას ახორციელებდა და ახორციელებს დღეს არ ხორციელდება პროგრამა ბათუმის თვითმმართველობა ახორციელებს 22 პროგრამას ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში მაგრამ სამწუხაროდ აი ეს მოვლენები, რომლებიც უკავშირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეკონომიკურ სტაგნაციას და თაღან მე ბატონო გოჩას უსმენდი გუგუნაოს ხო ერთამში ნამდვილად ვეთანხმები რომ აუცილებელია რა ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კრეატიული და ინტელექტუალური რესურსი ამ ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც ეგრეთ წოდებული სტარტაპის დაფინანსება ჭირდება, სასტარტო კაპიტალი ჭირდება. გვაქვს კონკრეტული პროგრამა. 1 მილიონი ლარი. ჩვენ არ ვიძახით ეს რაღაც ამდენიმე 10 მილიონი იქნება რაღაც. 1 მილიონი ლარი. მაქსიმუმ 2 ან 3%. ძალიან ხანგრძლივი გრძელვადიანი სესხი მინიმალური პროცენტით ნებისმიერი ბათუმელისთვის რომელიც ძალიან ბევრი წელი ელოდებოდნენ დაზარალებული იპოთეკარებით ხო ახლა ბევრი საქმე და ეს ცოტა სხვა თემაა მაგრამ იგივე არის კიდე ერთი მომენტი ბათუმში ჩვენს თვალსაჩინო მიმდინარეობს სერიოზული ურბანიზაციის პროცესი ხო ბათუმს ემატება მოსახლეობა ამ ადამიანების დასასაქმებლად ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, გვქონდა პროგრამები, დღესაც მოქმედებს
ეს არის პროფესიული გადამზადება. ადამიანებმა უნდა შეიძინონ ის ჩვევები, რომლებიც მოთხოვნადია შრომით ბაზარზე, ხო? მარტო საკუთარ მაგალითს მოვიყვან, თუ ხვალ ტრავმატოლოგი არ იქნება საჭირო, უმეტს მადლობა, ხო? მომიწევს რაღაც ახალი პროფესიის ათვისება. სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ მე ჩამოვედი რაღაცნაირად ან ჩემი საცხოვრებელი ტერიტორია შეუერთდა ქალაქს, ხო? მე მაქვს სოფლის მეურნეობაში დასაქმების ჩვევები, ხო? გადასარევი ჩვევები მაქვს, მაგრამ ქალაქში ეს ნაკლებად აქტუალურია. აი ესეთ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება სურვილი თუ აქვთ გადამზადდნენ. თუ არა უნდა მივეხმაროთ იმაში, რამის რაღაც ნაკვეთში მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ბატონ გიორგი, ჩვენი დრო ფაქტობრივად იწურება და ამ ამდენი ველაპარაკე. ფაქტობრივად ყველა ჩემს სტუმარს ვეკითხები, 5 ან 3 პრიორიტეტი გამოყავით უთხარით თქვენს ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ მერად არჩევის შემთხვევაში შეუსრულებთ ბათუმელებს. ჩამოგეთვლით ახლა. ჩამოთვალეთ კონკრეტულად რო დავახელოთ. ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და დამთავრება. ის რომ ჩვენ გვქონდა პროგრამა და გაჩერებულია სამწუხაროდ, ამასაც არავინ გვეუბნება რატომ. ბათუმი ბარაკების გარეშე. ავარიული სახლებიდან, ბარაკებიდან ჩვენი თანამოქალაქეები უნდა გამოვიდნენ და ნორმალურ ადამიანურ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ. თან ყოველგვარი რაღაც განვადებით, გადახდების და რაღაცა იმების გაშიაც არარეალურია ამ ხალხის სოციალური როგორ გეგარებათ ბათუმში 2 კორპუსი არის, ყველა არის გაჩერებული. Цариელია 2 წელია ვერ გადაუწყვეტიათ იქ ვინ შეასახლონ. ეს აჩერებს პროექტს, იმიტომ რომ იქ ადამიანები შევლენ ბარაკებიდან, ბარაკი მომენტალურად გამოთავისებული იღება და ხდება ესეთი იყო გეგმა. მარტო არ გაჩერებული არც მე ჩამონათვალს გავაგზავნე. ბათუმი ბარაკების გარეშე. სოციალური დახმარებები შეიძლება მინიმალური ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანებმა აი ეს წელი გადაიტანონ რა, ნორმალურად მეტნაკლებად. EAP-ის ესხის პროგრამა, როგორც გითხარით, და მაქსიმალური ხელშეწყობა პირველ რიგში ადგილობრივი, ასე ვთქვათ, შრომითი რესურსების დასაკმაყოფილებლად და მათ დასასაქმებლად. შემდეგი, ეს არის ჩვენი დიდი ხნის წინ დაწყებული პროგრამა, ეს არის ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა, საბინაო ამხანაგობების, ძალიან წარმატებული პროგრამა იყო. ჩვენ და სასიხარულოდ იქ შეცვლილია ახლა პრიორიტეტები, ადამიანები 5, 6, 7 წლის წინ ითხოვდნენ სახურავს ელემენტარულად წყალი ჩადიოდა სახლებში, დღეს ლაპარაკი არის ლიფტების გამოცვლაზე მთელ ქალაქში, მაღლებ კორპუსებში განსაკუთრებით კატასტროფული სიტუაცია ამ ლიფტებით, სიცოცხლისთვის საშიშია ზოგიერთი ესეთი ლიფტი. ამის გათვლა არსებობს 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვდებთ პირობას, რომ მთლიანად მთელ ქალაქში ამას გამოვცვლით. ის რომ ამ ხანაგობის თავმჯდომარეებს როგორც იქნა მივცემთ ხელფას 200 ლარს მაინც, რომ შეიძლება ადამიანი ენთუზიაზმზე მუშაობდეს. კი არა ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობარი და შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, რომ ამ ხანაგობა იყოს ძალიან ეფექტური და ამ ხანაგობა იყოს ძირითადი პარტნიორი თვითმმართველობისთვის, კონკრეტული რაღაც. იცით რა, რაც ნაკლები პოლიტიკა იქნება თვითმმართველობაში, უკეთესი იქნება თვითმმართველობაში. კი ბატონო. ეს საკითხები იქნება. ეს იქნება ძირითადი რასაკვირველია. სხვა ნებისმიერი ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, რომ საზოგადოებისგან ვღებულობთ ნებისმიერ შენიშვნას. საზოგადოებამ პირდაპირ გითხრათ, რომ თქვაც გვასწავლა ოქტომბრის არჩევნებზე, ამას არ ვმალავთ, ჩვენ თვითონ ეს ნორმალური პროცესი იყო, აუცილებელი და დღეს ჩვენი შეხედულება თუ პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ. თავარი ჩვენი აქტივობის მიზანი ამ არჩევნებში არის ის, რომ ამ ქვეყანაში შემდგომი ნაბიჯი უნდა გადაედგას. პოლიტიკური მონოპოლიები უნდა მოისმოს. ის რომ მე მოვიგე დაუშვათ საპარლამენტო არჩევნები, იმას არ ნიშნავს, რომ მეფე ვარ ან იმპერატორი და ყველაფერს გეთების უფლება. გასაგებია, მე წარმატებებს გისურვებ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ ვესაუბრებოდით ბათუმის მერობის კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასტამიძეს. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში თამარ ბაგრატია იქნება ჩვენი სტუმარი, ექსპერტი გენდერის
საკითხებში, ის ისაუბრებს ქალთა ჩართულობაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გენდერული ბალანსი, ასე რომ არ გადართოთ, დაგველოდეთ ჩვენ მცირე პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. არჩევანის დრო ისევ პირდაპირ ეთერშია, გადაცემის მესამე ბლოკში ჩვენი სტუმარია ექსპერტი გენდერის საკითხებში თამარ ბაგრატია. მოგესალმებით ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველი შეკითხვა მექნება ასეთი, ძალიან ამ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად ძალიან ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალების უფლებები, ქალების წარმომადგენლობითობა საარჩევნო სუბიექტების სიებში, მაჟორიტარ კანდიდატებად და მერობის კანდიდატებად არის ძალიან შემცირებული. თქვენ რა მონაცემები გაქვთ და რით არის ეს გამოწვეული, ამაზე რო ვესაუბროთ მაყურებელს? გამარჯობა ლაშა, მინდა მივესალმო მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხის აქტუალიზაციისთვის თქვენს ეთერში. სანამ გადავალთ უშუალოდ სუბიექტებზე, მოდით მხოლოდ ორიოდე, ასე ვთქვათ, სტატისტიკური ინფორმაციას მოვიყვანთ, დღეს რა ვითარება გვაქვს ზოგადად. საქართველოს პარლამენტში დღესდღეობით ქალები დაახლოებით 11.5% არიან. რაც სხვათა შორის თითქმის ორჯერ აღემატება წინა მოწვევის პარლამენტის შედეგს, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში დღესდღეობით ქალების რაოდენობა არის 10.5%. ანუ ეს არის საგანგაშო თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო იმის ფონზე, რომ ქალები ამომრჩევლების დაახლოებით 53% შეადგენენ და სამწუხაროდ ისინი არ არიან ადეკვატურად ასახული გადაწყვეტილების მიღების დონეზე. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რატომ უნდა იყოს უფრო მეტი? პირველი, ეს არის როგორც უკვე ვთქვი, რაოდენობრივი არგუმენტი, რომ უნდა ქალების რაოდენობა შესაბამისი რაღაც მინიმუმ კრიტიკული მასა მაინც უნდა იყოს 30%. ეს არის ინტერესთა არგუმენტი, რომ ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და ეს ასევე ასახული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების დონეზე და გამოცდილების არგუმენტი, რაც გვეუბნება იმას, რომ ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული გამოცდილება გააჩნიათ, ხედვები და ეს ასევე უნდა იყოს ასახული იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვისაუბროთ ამაზე, რატომ ხდება ასე? ესეც ლაშა, სამწუხაროდ ეს არ არის რაღაც ერთწახნაგოვანი პრობლემა, აქ არის პრობლემების, ასე ვთქვათ, მთელი კასკადი. როცა ჩვენ სხვადასხვა ტიპის კვლევებს ვატარებთ და ვარკვევთ თუ რა არის ძირითადი ბარიერი, რაც ქალებს ხელს უშლის იყვნენ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რომელიც არის თუნდაც კონკრეტულად ქალი პოლიტიკოსებთან მიმართებაში და ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს სტერეოტიპი არ არსებობს მხოლოდ მამაკაცებში, ეს სტერეოტიპი ასევე არის ქალებში. ბევრი ქალი შეიძლება თვლიდეს, რომ უკეთესი პოლიტიკოსი არის მამაკაცი და გამოკვლევები ამას სხვათა შორის ადასტურებს და მისცეს მაგალითად ხმა არა ქალ კანდიდატს, არამედ მამაკაცს. ანუ ეს სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში, ასევე არის ეკონომიკური ფაქტორი, ფიქრობ მნიშვნელოვანი და ქალთა განათლების თემაც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ კონკრეტულად არჩევნებთან მიმართებაში ჩვენ ამ თემებთან ერთად ხვდებით ასევე ერთ მნიშვნელოვან მომენტს. დღესდღეობით ძირითადი ინსტრუმენტი, რითაც ქალს შეუძლია მოვიდეს პოლიტიკაში რა არის? ძირითადი ინსტრუმენტი ეს არის პოლიტიკური პარტიები. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის კოდექსით და საარჩევნო კოდექსის უშვებს იმას, რომ მაჟორიტარს დამოუკიდებელ კანდიდატს იყოს ნომინირებული და ქალს ამ შემთხვევაში შეუძლია პარტიის გარეშე მოვიდეს ადგილობრივი დონის არჩევით ორგანოში, მაგრამ დამერწმუნეთ ეს არის ქალისთვის საკმაოდ რთული, მას აქვს უამრავი ბარიერი, გადასალახი მამაკაცებისგან განსხვავებით, დამატებით ბარიერებზეა საუბარი და არა იმ ბარიერებზე, რომელიც ზოგადად კონკრეტული ინდივიდისთვის არის. ანუ მე ვისაუბრე სტერეოტიპებზე, რომელიც არის საზოგადოებაში და თუ ჩვენ მაგალითად საუბარი გვაქვს კონკრეტულ დამოუკიდებელ კანდიდატზე, ეს არის გარკვეული ეკონომიკური კაპიტალი, ხო? კაპიტალი ძირითადად კონცენტრირებულია მამაკაცების ხელში და ამიტომ
კონკრეტული კაპიტალის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია კამპანიის წარმოება. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხა ადგილობრივ დონეზე არის რაღაცა უფრო პატარა დონის საარჩევნო ოლქები და ქალებმა წარმართონ საარჩევნო კამპანია, თუ ის არის ცნობადი, თუ ის არის პოპულარული, ის მიიღებს ხმებს და არ არის გადამწყვეტი ვთქვათ, რა თანხას დახარჯავს კამპანიის დროს, რამდენი პოსტერი იქნება, რამდენი ბანერი და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება ესეთი, ასე ვთქვათ, წარმატებული შემთხვევებიც, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ექნება გლობალური ხასიათი და აი მთავარ მიზეზზე ვისაუბროთ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, რომ სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებში ქალები არ არიან დაწინაურებული. პოლიტიკოს ქალბატონს, რომლებიც არიან წარმატებულები. რა თქმა უნდა, ვიცნობთ ასეთ ქალებს, მაგრამ პროცენტულად ისინი არიან საკმაოდ მცირე. და პოლიტიკური პარტიები დღესდღეობით არის ისევ და ისე დაუბრუნდა ძირითადი ინსტრუმენტი, რითაც ქალ შეუძლია მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური პარტიების უმეტესობას არ აქვს ამასთან მიმართებაში რაღაც კონკრეტული ხედვები ჩამოყალიბებული, რაც ასევე რა თქმა უნდა შიდა პარტიულ დემოკრატიას უკავშირდება. ქალთა მონაწილეობა გარკვეულწილად არის ასევე ინდიკატორი თუ რამდენად გამჭვირვალე არის შიდა პარტიული დემოკრატია და რამდენად ასე ვთქვათ არ არსებობს ბუნდოვანი მექანიზმები დაწინაურებისა. მიმართულებით კანონმდებლობის კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს ამ შემთხვევაში და ესეც ხო არ არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი თქვენი აზრით. ანუ თქვენ ეს საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში გულისხმობთ, ხო? მოდით მანამდე მაყურებელს გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც წელს გენდერული სეგრეგაცია მოახდინა რიგი მონაცემებისა და კიდევ ასრულებს ასე ვთქვათ ამ სამუშაოს. პირველად პრაქტიკულად პირველად, როდესაც ასე ოპერატიულად მოხდა. ანუ მაგალითად რომ გავაკეთოთ ესეთი შედარება. თბილისის მერობის კანდიდატი დარეგისტრირებული იყო 14 ადამიანი და აქედან მხოლოდ 2 იყო ქალი. ანუ 14% თბილისის მერობის კანდიდატის დაახლოებით იყო ქალი. რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს გარდა თბილისისა, ქალები შეადგენენ 10.9% კანდიდატების. ანუ აქ აღებულია ყველა პარტია, ყველა საარჩევნო სუბიექტი. დიახ. რაც შეეხება გამგებლებს, ძალიან რთული ვითარება გვაქვს, როგორც მოსალოდნელი იყო გამგებლებთან მიმართებაში, ისინი კანდიდატების თლიანი რაოდენობის მხოლოდ 3.8% შეადგენენ. და სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ როგორც თვითმმართველი ქალაქის მერებად და ასევე გამგებლებად ჩვენ ქალებს ალბათ პრაქტიკულად ვერ ვიხილავთ. ხოლო რაც შეეხება, მოდით ეს ორი მონაცემის მეტი და აღარ შევაწყინოთ ჩვენი მაყურებელი და კანონმდებლობას. კი, აუცილებლად დაუბრუნდებით, ანუ პარტიულ სიებს, პარტიულ საარჩევნო სუბიექტებს მთლიანობაში წარდგენილი ყავთ 14.8% მაჟორიტარი კანდიდატი ქალი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებიდან, რომლებიც ანუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ქალები არიან 11.9%. ეს არის მონაცემი და ეს მონაცემი სამწუხაროდ ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ ის, რომ დინამიკაში რომ დავაკვირდით, ხო არა გაქვს წინა წლების მონაცემები, აი შედარება რომ გავაკეთოთ და უშუალოდ გაიზარდა თუნდაც მინიმალურად ეს ჩვენებელი თუ თვითმმართველობის დონეზე სამწუხაროდ ჩვენ პრაქტიკულად პირველი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც ასეთი დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდება, თუმცა მე ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ასევე თუ ჩვენ ამას დავუმატებთ და ეს ინფორმაცია ჯერ არა გვაქვს პარტიულ სიებს, სადაც ქალები კონცენტრირებული არიან, ასე ვთქვათ, არაგამსულ ადგილებზე ძირითადად და ან სათუო ადგილებზე, ჩვენ ეს მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი და შესაძლოა, რა თქმა უნდა, ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომელი საარჩევნო სუბიექტი რამდენ პროცენტ ხმას მიიღებს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, ხო? მაგრამ ჩვენ შეიძლება გვქონდეს რეგრესი. რაც შეეხება ახლა კანონმდებლობას. კანონმდებლობაში პოზიტიური ქალებისთვის რა მოხდა? ეხანდელ კოდექსის მიხედვით მოხდა ის, რომ გაიზარდა პროპორციული მანდატების რაოდენობა, ხო? იყო 10 პროპორციული მანდატი თითო მუნიციპალიტეტში და გაიზარდა 15-მდე. ზოგადად პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამ მხრივ ეს არის უფრო, ასე ვთქვათ, ქალებისთვის მომგებიანი. რაც რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ქალთა რაოდენობა აი ამ ინსტიტუციური მექანიზმით, საარჩევნო სისტემით გაიზარდოს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალთა რაოდენობა გაიზარდა. ეს ხო არ გავს რაღაც იძულებით ინსტრუმენტს. არა, ეს ამ შემთხვევაში არა, ეს არ იყო იძულებით, უბრალოდ ეს არის რომ პროპორციული სია უფრო ასე ვთქვათ, კეთილად არის განწყობილი ქალებისათვის და პროპორციული სიეთ, აი მე წინა მოგიყვანთ, ვთქვათ, სხვა მაგალითებს, რომ საქართველოში სხვადასხვა არჩევნების დროს პროპორციული სიით გასული ქალების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასულ ქალების რაოდენობას. ანუ ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ პროპორციული სიით და ის რომ პროპორციული მანდატები გაიზარდა, ეს ქალებისთვის არის ძალიან კარგი ფაქტორი. მაგრამ კანონში ასევე შევიდა ცვლილება კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც რას ითვალისწინებს, რომ თუ პარტიულ სიას ყოველ ათეულში ყავს განსხვავებული სქესის მინიმუმ 30%, განსხვავებული სქესის ან ქალი, ან კაცი, ხო შეიძლება ქალები ჭარბობდნენ, ხო? ის მიიღებს დაფინანსებას 30%-ით მეც სახელმწიფო დაფინანსებაზე. მაგრამ იმუშავა მან არის ხო ეს საინტერესო. მოკლედ ეს სიების ანალიზი რას გვაძლევს, რაც გვაქვს ხელთ ჯერჯერობით, რომ მაგალითად ქართულმა ოცნებამ არ დაიცვა ეს 30%-იანი, ასე ვთქვათ, როგორ დავარქვათ, ეს არ არის ხო კვოტა, ეს არის წმინდა ნებაყოფლობითი ზომა, პარტიას უნდა დაიცავს, და არ დაიცავს. შესაბამისად ის ვერ მიიღებს შემდგომ 30%-იან დანამატს დაფინანსებაზე. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მსგავს გენდერულ, ასე ვთქვათ, ნორმით დაფინანსებაზე, აი იმ სიებით რაც მაქვს, არა მგონია რამე შეიცვალოს. მთელი რიგი პარტიები ამ ნორმას იცავენ და ათეულში ყავთ 3 ქალი, მაგრამ როგორც ვახსენე, ეს ქალები ძირითადად კონცენტრირებულები არიან მერვე, მეცხრე, მეათე ადგილებში, სადაც ნორმა უნდა შესრულდეს, რათა პარტიამ დაფინანსება მიიღოს. ანუ ქალები ამ შემთხვევაში გამოყენებულები არიან როგორც ინსტრუმენტი დამატებითი დაფინანსების მიღებისა და არა როგორც კანდიდატი, როგორც რესურსი იმისთვის, რომ ისინი მოხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს. წარმატებებს გისურვებთ. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ არჩევანის დროს დღევანდელი სტუმარი დასკვნით ნაწილში იყო თამარ ბაგრატია, ექსპერტი გენდერის საკითხებში. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.